მოგესალმებით, მოვედით ნურბურგინგზე. სეზონი დაწყებულია, გახსნილია. პირველი ლაფიც გქონდა ვალერის ავტომობილით, რომელიც ეს არის არაგიმბოლი ვერ დამოღამე. არა, აქ არის უკანიშდა მანქანაში პირველ ლეფზე და საშინელება ნურბურგინგზე მანქანაში უკან არ ჩაჯდეთ საშინელება. მაგრამ რა ვქნა მე მიწევს მე ვიჩაგრები ხოლმე რა. ერთ-ერთი პირველები ვიყავით ავტოდრომზე, შევედით, მაინც ისე მოხდა რომ ჩვენ წინ იყო ალბათ 1.20-30 მანქანა, თუმცა ახლა ალბათ 1.400 მანქანა იქნება ავტოდრომზე. განახებთ როგორია ნურბურგინგი გახსნის დროს, 8 მარტია, ქალთა დღეა, ჩვენი დღეა. და დღეს გაიხსნა ნურბურგინგი. ვნახოთ რამდენი მანქანა იქნება, პირველ დღეს რამდენი ავტომობილი მოვა. სიმართლე რომ გითხრათ, მე ველოდებოდი რომ უფრო მეტი მანქანა იქნება და ჩემი აზრით ნელ-ნელა უფრო ჩამოვა. ხო, მაგრამ მეგონა რა დილის 8 საათზე მოაწყდებოდა მანქანები რა. ეგრე არ აღმოჩნდა, მაგრამ ვნახოთ რა მანქანები მოვლენ და რაც მთავარია ამ ვიდეოში ნახოთ, რომ დღეს ღამე ვაპირებთ, რომ შევიპაროთ ნურბურგინგზე და ყველაზე აქტიური ზონა სადაც არის, რომელიც ყველა ვიდეოში ჩანს საერთოდ. YouTuber corners რომელსაც ეძახიან და ყველა ვიდეოში ჩანს ძალიან კარგად. იქ უნდა დავწეროთ ჩვენი არხის სახელი. კარდრაგი და საქართველოს დროში დავხატოთ. და საქართველოს დროში აუცილებლად უნდა დავხატოთ. ამიტომ უყურეთ ამ ვიდეოს, ჩაუჯექით, არ გამორთოთ, არ გადაახვიოთ და წავედით წინ საინტერესო რაღაცები იქნება. მეტი ჩვენთანაა, შენ არ გჭირდება ფხიზლად ხარ, იმიტომ რომ ეს ნურბურგინგზეა და გამოფხიზლდა უკვე და მე დილის 5 საათიან ფეხზე ვარ და ამიტომ მე აუცილებლად მჭირდა. ოკეი, წავედით. 46 მოდის. მოკლედ, აი ამ Porsche-ი GT3 RS-ით სიმულექში სიმულატორებზე ხალხო დროს ვდებ. აი სასწაული სამართავია. ნურბურგინგისთვის არის ეგ მანქანა შექმნილი. 7 და რაღაცაში დადიხარ, 7 დაბალ 7-ში დადიხარ. დაბალ 7-ში დავდივარ მანქანით ნურბურგინგზე. აი უმაგრესია. თუ გინდათ სიმულექში მიდით, ზურას უთხარით, აი იმ კომპიუტერზე ანაროზის ხოლმე თქო და ნურბურგინგზე რო დადის, მაგ კომპიუტერზე GT3 RS-ი აიღეთ და იარეთ და ნახავთ რომ სასწაული სამართავია. არა ამ ქვეყნიურე, სხვა მანქანა უბრალოდ აღარ მოგეწონებათ მე. კერამიკების ის იყო უკვე ხმაური და სუნი იქონდა. M4 competition-ი. M2 ძალიან ლამაზი ფერი. GT3 M2 ახალი, რომელიც ასევე ძალიან მაგარია. cheat code ნურბურგინგის GR RS-ი. ეს მანქანა მინდა. კი, ძალიან მაგარი დადის, ლაკერა ყველა სტიკები ვიღენია ნანკანგის. ეს იქნება მგონი რომ ძალიან მაგარი იქნება. მაგრად დადის, აი ძალიან მაგრად დადის. ეს Porsche მინდა. ეს 997-ია მონი. ეს M2 ძალიან მომწონს, თან რაღაც ბოდიკიდი აღენია აშკარად ხო, ხარხული არ არის და გვერდით უდგას სტოკი და ამას აქვს დამატებები, ეს სხვანაირი ბამპერი აქვს, ხო უღარ? ხო. აუ რა ლამაზია 46-ში შემოვიდა, საკმაოდ კარგად არის მომზადებული სარბოლოდ. იცი რა, ეს ვარდისფერი M3-ით მეყოლებოდა არ არის პრობლემა. სხვათა შორის ასეთი M3 competition-ი ძალიან მაგარი იყიდება საქართველოში. არა და თუ გინდა რომ იყიდო არ არის პრობლემა, ანუ ხო თუ გინდა. ძალიან მინდა. მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ, რომელსაც ფული ქვია. კი. ამაზე როგორ ამბობენ, მახინჯიაო ვერ ხვდებიდო. E90-ის M3 არის ულამაზესი ხალხო, იმიტომ რომ ნაზავი არის. E92-ის ცხვირი აქვს, რომელიც ულამაზესია და სედანია რა. სლიპერის ტრაბელს დავდივარ. ძალიან მაგარია. და აუ CRX-ი ვარ ჩვენად. წამო CRX-ი ვნახოთ და ძალიან ლამაზია და სხვათა შორის კარბონის ძრავის ხופი აქვს, როგორც ხედავ ეგრეთ წოდებული კაპოტი. ძალიან დაბალია. სანამ მანა თავის საყვარელ CRX-ი იღებს მანამდე მე კლასიკურად მომზადებულ E36-ს მივადგები, რომელიც ნანგანგის სლიკებით არის, Epi Racing-ის სადრომზე სისტემით. საუბრობთ M3 უნდა იყოს. სხვათა შორის, იცი რა უნდა უთხრა ხალხს. სხვათა შორის მე რო გეუბნებოდი, მეთქი ხონდა მაგარია თქვა, ტრეკზე სასიარულოდ. M3 ევროპული, იმიტომ რომ 280-იანი გრიგორი არის. მე რო გეუბნებოდი, რომ ხონდა მაგარია ტრეკზე სასიარულოდ, მეთქი აუ რა სამბოფო თორქია რა აქო და იმაზე რა სიზავსო და ასევე სიმულექსში მეგობრებო შეგიძლიათ მივწერეთ ძალიან მაგრა წყობილი სივიკი არის 7 და რაღაცაში დადის ძალიან თავში. მე ვამბობდი მაგას რომ ვერ დადის ხონდა ტრეკზე თქო. ძალ არ ყოფნისა შენ არ მითხარი დადის მაგრამ იმ დროს ვერ დებს. არა. იმ დროს ვერ დებს რა დროსაც E36 დებსო. კი, მაგას შეთანხმებით. ხო. ნუ მიწეგრია. ხონდები მაგას დროს ვერ აფიქსირება.
თუ რაღაცა ძალიან მაგრად არ არის მომზადებული. ძალიან მაგრად რო არის მომზადებული 36, ეგეც ეგრედებს იმას დროს. კაი 46. 46, რომელსაც უღენია ადვანის ძალიან ლამაზი დისკები მოდელი სამწუხაროდ არ მახსოვს რომელია. 37 არ არის. ძალიან ლამაზია და ეს არის კლასიკა რა, ანუ ან GT3-ის ნაიაროა, ან 46-ს რა, ანუ ძალიან მაგარი რამეა. აუ, ნახე რა ლამაზია. ძალიან. ესე GT-ს დადიან, აი, რაოდენობით. ძალიან ბევრი. რიზერო არ ვიცი, აი, საქართველოში რამდენი პრიუსი დადის, იმდენი GT3 არის. ემორებით საკმაოდ ძვირია. რა ლამაზია, ნამდვილი, კი, ნამდვილად ნახე როგორი დაკიდება, როგორი დისკები. Knallt an, hier so eine GTI, sag ich mal, vorbei, bist richtig stolz, der GTI gibt Gas, ist weg, dann kommt... Salami David, როგორ ხარ? CSL-ი ნაბამბერით. კომპაქტი, ჩემი პირველი მანქანა. და უკან ძალიან მაგარი 46-3. ტრახ-ტრახი. აუ ძალიან ლამაზია ეს მემორი, ხო? ისეთი კუთხით აგვიშერდა თან. ხო, კუთხე დაიჭირა მაგარი რა. ძალიან ლამაზია. აბრიო 46-ში შემოდის იქ და ნახე რა ლამაზია. ტურინგის შემდეგ. და რესტაილინგია. და ძალიან 46 ახლებურად გამოიყურება. მაგრამ ცოტა მინდვრებია კრელოთი მოდარილი. 92 ულამაზესია. გეუბნებიდათ, მაგარი მანქანა ყავს რა, რინგისთვის არის მოსამზადებელი. შენი მანქანა ძალიან მაგარია მართლა. უნდა მოვავიდო. წონას უნდა ვებრძოლოთ ცოტა რა. წონას ვებრძოლოთ მართალი, ესე იგი დიეტას დავჯდები. შენ ზონას არა, მანქანის ზონას. აი ეს პირველი სელია ჯერ კიდევ შეხვდა გზაში, როცა მოვიდოდით რინგზე, ანუ პრინციპზე ედო მოყავდა. მინიმუმ მე დიზელია შორის. პირველი სერიის ემია ეს და ძალიან ლამაზია. აი ძალიან. ხო ლამაზია, ანუ? აი ეს დიდი კრილოები ძალიან უხდება რა. Mantei Racing-ის Porsche GT4. ძალიან ლამაზი ემორი ისევ. ხონი ეს ნახეთ ხო? ალა მაგარი ძალიან მოგწონს მინდა ხო? აღიარე. აქ არის ესეთი სიტუაცია. იქით არის უამრავი ხალხი. აიღო. ლუდი გქონდეს და მოკლედ ძალიან მაგრა გაატარო ვიკენდი რა. და დათოსავით ბედნიერი იყო. ახლოს რო ვიყოთ. ახლოს რო ცხოვრობდე ძალიან ხშირად ვიბედი, აი ვალერი ცხოვრობს ახლოს და ეხლა აპირებს ხშირად სიარულს და იმედია ხშირად ივლის, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა რო გაქვს, უკეთეს აგლზე არ ვიცი ამას ახვიდე. ამდენ ძალიან მაგარ მანქანას უყურებ ლაივში ექშენში, ანუ ყველა ცდილობს რომ მაგრად იაროს, ხშირია შემთხვევები რომ გზიდან ვარდებიან მანქანები, ასევე ავარი შემთხვევებიც ხშირია და ზოგადად ძალიან აგრესიულად დადის ყველა მძღოლი და ძალიან მაგარია რა. ქვემოთ გადავარდა მანქანა, იქ ბარი. საშინელი ავარია მოხდა რა. ამოყირავდა და ისე გადავარდა, ხო? კი, ანუ სკვირით დაეჯახა ბარიერს და ამოყირავდა და ეხა ხევში გადავარდა. რა დარჩა ეგ არის, ავარი აი გაჩერდნენ მანქანები რომ. მართლა რა საშინელი ავარია იყო. ეს დაიჯერებოდა კი. ხე სად არის ხალხი ჩას ესეთი დიდი ავარია მომხდა რა აქ ბოლო პერიოდში ხდება მაგრამ არ ბაზრდება რა აა ცებში ის რო არ ყოფილიყო ეგ
საინტერესო ის არის, რომ სანამ ყავთ ამავდროულად მანქანის უკან მიდის ბარიერის რემონტი. ბარიერი დაამაგრეს უკვე, დაამაგრეს უკვე. ბევრად მეტი და საინტერესო მანქანები არის ახლა უძები. Yes, საღამოს მოვიდა ხალხ. გონდა ავარიის შემდეგ გაიხსნა როგორც ვთქვა ალბათ საათახევრიანი 2 საათამდე პაუზა იყო, თუმცა საკმაოდ მალე მოახერხეს ტრეკის გახსნა და ახლა შევდივართ გიოს 135-ში. საკმაოდ ბევრი მანქანაა ნავდრომზე, მაგრამ მაინც უფრო გასართობი წრე იქნება და არა. როდის შემდეგში. მოკლედ შევდივართ შევდივართ. კარების ზოლჩიცკის ცობია იმენი ხალხი. ბევრი ხალხი.
უძრავი იყო ის ამასაც. ის იქალა დაწოლა აი. წნევა, ხო? Please. Thank you.
თუ აძლევს რამეს იქ შეერთება. ზემოდან ვაგერებ რამოდორ და ეს კი რა თქმა უნდა ტრანსპორტი აგრესო და ხო. ანუ რეიქს მაგისტრი. კი ან უზომერო ჩემი ხდება. რაც მანქანა დაზიანებულა. ზოგადად როცა ბევრი მანქანებია ოდრომზე ყოველთვის ბევრია ხოლმე შემთხვევები. შაბათის დღე დასრულდა. ესეთი ულამაზესი 92. ეს დიზელია სხვათა შორის 46. Fiat-ი Audi R8. G80 M3. Nakete 46 3.0, nakete 46 M3, რომელიც ძალიან მაგრად არის მომზადებული. აი ის 36 არის რაღაც საოცრება, იმიტომ რომ უყურებდით მოქმედებაში და ძალიან მაგრად დადიოდა. და აქეთ Porsche-ები. Porsche-ები და GT3 RS-ები, რომლებიც რა თქმა უნდა საოცრებაა თავისთავად. GT და წინ M4 CSF. საოცარი მანქანები არის. ესეც იაფიანი საკმაოდ ამ მანქანასთან შედარებით რაც გაჩვენეთ პროექტი. ეს ზედმეტი წარდგენის არეში. და იქეთ დგას Z3 shooting brake-ი, რომელიც ყველა ძალიან მოგწონს. ეცდები ახლდან გაჩვენოთ. ნახეთ რა ლამაზია. აი უკანა მხარე გადახვეწილი აქვს. ძალიან ლამაზია. ანუ ძალიან ლამაზია, ხო? კი, ძალიან. უშვიათია თან. ძალიან მინდა ეს მანქანა, რა გავაკეთე? თან სწორად მომზადებულია ავტოდრომისთვის. ხო მიხდება. მიდი აბა დადეკი. კი, ძალიან გიხდება. მოიცა? ეს მოტორსპორტები ძალიან უხდება. რანაირი კომპაქტური და ესეთი კუსკუსა ტრაკია. ო, აი უკნიდან უფრო ლამაზია ესე. მოკლედ საღამოს რაღაც ნაკრები ძალიან სასიამოვნო მანქანები დარჩა. ნუ დღისითაც რა თქმა უნდა ძალიან ლამაზი ავტომობილებია, თუმცა ახლა რაღაც აი ხო ესე რომ ეს კი Gio 135, რომლითაც შესული ვიყავი და მანქანებს ავარებდოთ უკვე ნახავდით ამ ვიდეოში. ეხლა ცოტა ხანი არაფერი არ გამოჩნდება ბოდიში, ხალხო სანამ შევიპარებით, შუქს ვერ ავანთებთ. რომ შევიპარებით, მე ავანთებთ. Opa. Opa. Ufta tamam mı? მედი გადასვარ. სად დავწეროთ? მალე. თუ დაგვიჭირეს რა გაზრი აქვს?
აი აქ დავწეროთ. მოდი, დათო. აი აქ. ხო, მაგრამ ესე უნდა დავწერო. ესე რატო? იმიტომ რომ აქედან იგებ ხოლმე. ეს რანაირია? რო ნახე. არტანიტორია, ვიდეო არ მიგან. დაჟი პოლიმიზატორი. ხო, პოლიმიზატორი დავუხადავ, შემდეგში მაგას ამოვიდე. აი ველოდებოდი ზუსტად ამ წამს ველოდებოდი. დაკითხაზე დ. ეს რა? რა ჩაედა დაწვარია. დათო დიდებია ძალიან აი გამოყოლე ხარო. რას გადმოაყოლებ დიდია ეს ორი. აი 21 კილომეტრში ერთი მონაკვეთი ვერ იპოვა თავისუფალი რომ დაეწერა წესიურად. დრიფტერს მსგავსი რამე არ უნდა დავავალო. არა. გამიგორია? ხო. წავედით, გავიქეცით. მოკლედ ვიღაცებმა ჰალო გვიყვიროდნენ და მე მაინც დავასრულეთ რეალურად. არა, ვალერი გამოჩნდა. მოკლედ მაინც დავწერეთ, კარგი დრაგი. საქართველოს დროშა გვინდა და უფრო დიდი, მაგრამ ცალცი აღარ ქონდა სამწუხაროდ და პატარა მომცრო ზომის არის. მაგრამ სულაც ნახავთ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა. დათო, ჩვენი მეგობარი გიო, რომელმაც ბევრი ათხოვა და დათო ბედნიერია, იარა. ჩვენი მეგობარი ვალერი, რომელიც არის ჩვენი შემფარებელი. დაიგე ჩემი სიტყვები და რეიგე. რა, ქუთაისელზე? ქუთაისელი მაინც გევიგეთ. მოკლედ, ვალერის ახალი მანქანა, იქ გიოს მანქანა, აქ ხალხის მანქანასახლები, ეს ნურბურგინგი და წავედით. კარგად.